ზოგადად ადამიანი ეძებს ბედნიერებას. ბედნიერებას. 60-ს ეძებს. და ოღონდ მან ძალიან მნიშვნელოვანია რა გზებით უნდა მოიპოვოს მან ეს ასე ვთქვათ ტკბობისა თუ ნეტარების მდგომარეობა რა. სწორი მართალი გზებით თუ რაღაცა უნდა მოვიპაროთ ჩვენ. აი იქაც ადამ და ევას შემთხვევაში რა პრობლემა იყო დაუშვათ ის აკრძალული ხის ნაყოფი რომ მიირთვეს რა მოხდა მე რა იყო ახლა ასეთი რაღაცა არ შეიძლებოდა მაგრამ რა მოხდა ადგენს და ის არა ფაქტიურად იქაც მოხდა წესის დარღვევა ხო სიტყვის არ შესმენა რაღაცა საზღვარი სხვარი ნიშნული და ამ ნიშნულს გადაბიჯება არის დანაშაული. სიტყვა დანაშაულის გაგება ნახეთ რაღაც ნიშნულს გადასვლა, ზღვარს გადასვლა არის. ესეც თავშეუკავებლობაა, ნახეთ რა საინტერესოა. ეხლა მანდ რა იწვევს მართლა? ახაც ხო დეფიციტია. ანუ შე რაღაცა გაკლია, არა ხარ ბედნიერი. ისე ბედნიერებასთან ბედნიერი არა ხარ რა ნამდვილად.